რამიზნით იმყოფებოდა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ტევ-პირველის ოპერატორი, რომელიც სამართალდამცველებმა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე ლაშა ჯიოშვილი შეურაცხმყოფელი ბანერით ხელში დგას, ტევ-პირველი და ოპოზიციური მედია ამტკიცებს, თითქოს ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. პოსტივის წყარო მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჯიოშვილი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, ასევე წყარო მოგვაწოდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დაკავებამდე ლაშა ჯიოშვილი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად თანხას ინაწილებს. ჩვენ ფაქტი ერთ-ერთ აქციის მონაწილესთან გადავამოწმეთ, რომელიც ჯიოშვილთან ერთად ვიდეო კადრებში ჩანს. თეონა ბზიშვილი ადასტურებს, რომ თანხას ნამდვილად ინაწილებდნენ, თუმცა მან ფაქტის გამართლება აბსურდული არგუმენტებით სცადა. დეტალებით ბორენა ონიანი. დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე. ამ წარწერიანი ბანერით ხელში და არა ვიდეო კამერით გუშინ საპროტესტო აქციაზე ტევ-პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი იდგა. ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე ის სამართალდამცველებმა კანონდარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე ლაშა ჯიოშვილი შეურაცხმყოფელი ბანერით ხელში დგას, ტევ-პირველი და ოპოზიციური მედია ამტკიცებს, თითქოს ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ჯიოშვილს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ საპროტესტო აქციებზე ამორალური პლაკატებით დგომა ევალება. წყარომ მოგვაწოდა კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ დაკავებამდე ლაშა ჯიოშვილი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად თანხას ინაწილებს. ფულის გაყოფისას ვიდეო კადრებში ჯიოშვილთან ერთად აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეონა ბზიშვილიც ჩანს, რომელთანაც ფაქტი გადავამოწმეთ. ბზიშვილმა დაგვიდასტურა, რომ თანხას ნამდვილად ინაწილებდნენ, თუმცა უხერხული რეალობის გადაფარვა მან აბსურდული არგუმენტებით სცადა. ალო, თეონას ვესაუბრები, გამარჯობა. ჟურნალისტი გერაკავთ, ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. წყარომ მოგვაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თქვენ ლაშა ჯიოშვილთან, რუსუდან ბუზიაშვილთან, გიორგი დვალიშვილთან ერთად ინაწილებთ თანხას. შეიძლება გითხრათ რა თანხა არის ეს? ვიცი, თუ გავაკითხო ახლა. ანუ ვიდეო არსებობს ამის დამადასტურებელი. ვინ გადმოგცათ ეს თანხა, რისთვის აიღეთ ეს თანხა? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აქციებში მონაწილეობისთვის აიღეთ ეს თანხა. რა თანხას ინაწილებთ მაშინ აღნიშნულ ვიდეოში აქციის დასრულების შემდეგ. ვინ გადმოგცათ ეს თანხა, რა რაოდენობის თანხა არის? აქციებში მონაწილეობისთვის იღებთ ამ თანხებს? ვიდეოში ჩანს, რომ თქვენ ლაშა ჯიოშვილი, რუსუდან ბუზიაშვილი და გიორგი დვალიშვილით გახართ და ინაწილებთ თანხებს. სამართლინოები ხართ? ანუ არსებულ მტკიცებულებებს უარყოფ. რა ვიდეოც არ უნდა არსებობდეს, მეგობა, რომ რა ვიდეოც არ უნდა არსებობდეს, მე გეუბნები, რა თანხა იყო, ვინ გადმოგცათ ეს თანხა? ანუ რა თქვენი საქმეა, რატომ უნდა ვთქვა? ანუ ადასტურებთ, რომ თანხას ინაწილებდით. არავითარ შემთხვევაში ლაშა ჯიოშვილთან, რუსუდან ბუზიაშვილთან და გიორგი დვალიშვილთან ერთად ინაწილებდით, ხო? შესაძახმებელი არ არის. ანუ თანხას ინაწილებდით, ხო, ამ ადამიანებთან, ვინც ჩამოვთვალე? არა, მე თანხას არ ვინაწილებდი ადამიანებს, თუ მომისმენ, ანუ მქონდა წვრილი ფული და იზრდებოდა უფრო დიდი კუპიურა და გადამიცვალეს აქციაზე მყოფმა სხვა პირებმა. უბრალოდ იმ ადამიანს ამ პრინციპში გეტყვით, ანუ ერთ-ერთ აქციის მონაწილეს დაბადების დღესთან დაკავშირებით შევუგროვეთ თანხა. რა თანხაზე არის საუბარი? რა რაოდენობის თანხაზე არის საუბარი? საერთოდ არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ იმ თანხებს ინაწილებდით, ერთი იმისთვის, რომ კუპიურები გადაგეცვალათ, მეორე იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებისთვის შეგეგროვებინათ და მესამე იმისთვის, რომ ლაშა ჯიოშვილისთვის მიგეცათ თანხა აქციაზე წამოსასვლელი? ანუ ეს ხო თქვენ თქვით? არ მეტყოდით ლაშა ჯიოშვილს თანხა ვიღაცა მას ესხა, უბრალოდ გეუბნებით, რომ ინფორმაცია ეგეც უნდა მოგაწოდონ, თუ ინფორმაციას გაწოდიან. პოსტივის მიერ მოპოვებულ ვიდეო კადრებში აქციის ერთ-ერთი მონაწილე რუსუდან ბუზიაშვილიც ფიგურირებს. მას დამკვეთებისთვის თანხის გაყოფის პროცესის გადაღება ევალებოდა. ბუზიაშვილმაც თანხის განაწილების ფაქტი დაადასტურა. ასევე განაცხადა, რომ ამის ამსახველი ვიდეო მასაც გააჩნია. ჩვენ ვთხოვეთ ბუზიაშვილს ვიდეოს ჩვენთვის მოწოდება, თუმცა როგორც ჩანს, ვიდეოზე აღბეჭდილი საუბრის გასაჯაროების შეეშინდა და ვიდეო არ გამოგვიგზავნა. ალო, რუსუდანს ვესაუბრები? დიახ, გესმით. სალამი, ჟურნალისტი გერაკავთ, ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. მოკლედ, თქვენ მოგვაწოდეს ესეთი ვიდეო, სადაც ჩანს თქვენ თეონა ბზიშვილი, ლაშა ჯიოშვილი და გიორგი დვალიშვილი გახართ და თანხას ინაწილებთ. რა თანხაზე არის საუბარი და ანუ რა მიზნით ხდებოდა გადანაწილება, ვინ მოგაწოდათ და ანუ მეტი დეტალი რომ გითხრათ ამ ვიდეოსაც. შემიძლია მოგცეთ? კი, თუ შეიძლება რომ გამომიგზავნოთ ამ ნომერზე.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ლაშა ჯიოშვილი და რადიკალური ოპოზიციის სხვა აქტივისტები, რომ კონკრეტული ჯგუფების მიერ ფინანსდებიან, ეს მმართველ პარტიაში არ გაკვირვებიათ. ქართული ოცნების შეფასებით ფულის გადანაწილების ვიდეო კადრებით მორიგჯერ დადასტურდა, რომ აქციების მიღმა რადიკალური ოპოზიცია დგას. დღეს ჩვენ კონკრეტული კადრებით თაც შეგვიძლია იმაზე საუბარი, დადასტურება, რომ იმისთვის, რომ რადიკალიზმში მონაწილეობა მიიღონ, კონკრეტული ჟურნალისტები იღებენ თანხებს. ცხადია, რომ არანაირ ჟურნალისტურ საქმიანობაზე ვერ იქნება საუბარი, ეს ყველაფერი არის თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის, ეს არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალები, რომლებიც თანხას იღებენ იმისთვის, რომ რადიკალიზმში ქუჩების გადაკეტვაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაერთონ და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. დღეს უკვე გავრცელდა კადრები პოზიტივის ექსკლუზიური კადრები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონკრეტულ თანხებს ურიგებს აქტივისტებს, მათ შორის სხვადასხვა TV პირველის ოპერატორიც არის, რომელიც ამ თანხას იღებს და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და აგერ მტკიცებულებებით არის ეს დადასტურებული, რომ ეს აქციები მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, დაფინანსების ხარჯზე. ასეული ადამიანი თუ იღებს ამ აქციაში მონაწილეობას, ძირითადი მათი ნაწილი, ძირითადი მასა არის დაფინანსებული, ესენი არიან პირდაპირ პოლიტიკური აქტივისტები, რადიკალური ოპოზიციური პარტიების. კონკრეტული პირები, უბრალოდ იმის გამო, რომ შეიძლება მათ გარკვეული ფინანსური გამორჩენა ნახონ, გეგმავენ სხვადასხვა რადიკალურ ქმედებებს და რაც თავარია, შემდგომ უკვე ცდილობენ, რომ ესა თუ ის ამპლუა გამოიყენონ, ესა თუ ის თუნდაც პროფესია მოირგონ და გამოიყენონ ერთგვარ ინდულგენციად, რომ მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული. ლაშა ჯიოშვილი გუშინ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს და ზაჰესში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.